აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გაიმართა სოციალურად დაუცველი ოჯახები კვლავ მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრასა და ბათუმში სოციალურ სახლებში არსებული ფართი დაკმაყოფილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა მტკიცებით ისინი რამდენიმე წელია გაუსაზლის პირობებში ქირით ცხოვრობენ. 10 ოჯახმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მთავრობის სახლის წინ ერთი კვირის წინ გამართა. მაშინ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ბესარიონ მარკოიძე შეხვდა და მათ პრობლემის შესწავლას დაპირდა. თემის შესახებ აჭარის მთავრობის საპასუხო კომენტარს მათ ეს მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. არჩილ ხაბაძესთან გვინდოდა შეხვედრა, მან არ შეხვდა. ვართ სოციალურად დაუცველები, ვითხოვთ ბინებს. 5 წელია უკვე, რასაც ჩვენ ამას ვითხოვთ და არანაირი პასუხი არ გვაქვს. მივიღეთ მერიდან საბუთი. ხართ მონაცემთა ბაზარში შესულიო, მაგრამ სოფო მიქელაძემ ასე განმართა, რომ შვახევის მაცხოვრებელი რეგიონების და მიხედვითო არანაირი დაკმაყოფილება არ მოხდება. ბინის თაობაზე ვარ მოსული ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ხო და აი ფეხის მეორე კიდე განგრენაზე მაქვს გადასული. ვითხოვ ბინას რომ მომეცით თავში საფარები მეთქი და პირდებიან და არავინ არ მოსულა კომისია რომ მევიდეს და შემამოწმოს.